პირველი ინტერვიუ, რომელიც დინარაძემ მისცა ეგ სუსიდან გამოპანღურების შემდეგ, საკმაოდ საინტერესო იყო მრავალი ასპექტით და ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ალბათ ის იყო, როცა დინარაძემ განაცხადა, რომ არავინ არავის კაცებს ერთმანეთზე არ ათხოვებენ რა. ანუ ძალიან დაბიო არის ეს ისაო პროპაგანდაო. მე მინდა გაგახსენოთ კაცების გათხოვების ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი თავად ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, როცა გამოაცხადა ასე ვთქვათ არტდასალური კამპანია. პირადად სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მოყვა რა ეს, აი კაცებს უათხოვებენო იქაო და ბავშვების სქესის შეცვლა რო უნდათო და შობელი ნომერი 1 რო არისო და იქაო ტუალეტები რო გააერთიანეს ქალებმა და კაცებმაო. ანუ შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ დიდი ალბათობით რომ დინარაძემ, რომელიც გამოაპანღურა ბორია ივანაშვილმა სუსიდან, ჩამოაქვეითა, ჩამოაბოლორა ლაბორანტა, გამოაფოხანაშვილა, ოხანაშვილივით მოისროლა სარდაფში ლისი პაკრიჩკასავით. აი ამაზე შურს იძიებს დინარაძე. იმიტომ რომ ამის ასე აფიშირება ახლა მთელი საკოცეთი მაგაზე დგას. კაცებს გვათხოვებენო, ბიჭო, ხო არის ასე. აი ამის ბოდიშით და ასეთი გამოთქმა არსებობს ღომის ქვაბში ჩაჯმა გააკეთა დინარაძემ. ამას ვამბობ მე, ეს შემთხვევითი ამბავი არ არის და კობახიძე და დინარაძე ძალიან მწარედ არიან ბორიას ჩაჭიდებულები, იმიტომ რომ ხვდებიან რომ თანდათან ჩოჩდებიან ფსკერისკენ. ბორიამ როგორც აღაზევა, ასე ქვევით მიექანები და სასიცოცხლო ინსტინქტია ელემენტარული. იწყებს ბრძოლას. აი დინარაძე და კობახიძე კალაძესთან ერთად ჩუმჩუმელა რო არის პირდაპირ მნიშვნელობით სამთა კავშირი მინიმუმ აქვთ გაერთიანებული ბორიას წინააღმდეგ და აგერ თქვა პირდაპირ ბორიას უთხრამ დინარაძემ ჩვენ არ ვთხოვდებითო. ანუ ბორია ყოფილა ტლიკინა არარაობა, რომელიც ხალხს ატყუებს, რომ ევროპელები კაცებს გვათხოვებენ. ასია. იცოდე ბორია არაერთი უფრის უნდა ელოდო დინარაძისგან, შენგან გამოპანღურებულ სუსიდან.